თუ არ გინდა რომ დიეტის შემდეგ გამხდარ მსუქანი ტანი გქონდეს, მაშინ ბოლომდე უყურე ვიდეოს. ადამიანების უმეტესობას ჰგონია რომ წონის დასაკლებად უბრალოდ ნაკლების ჭამა საკმარისია, მაგრამ უბრალოდ ზომაში დაპატარავებაზე იგივე ფორმის შენარჩუნებით მე მგონი არავინ ოცნებობს. უკეთესი სხეულის მისაღებად გუნდის მომატება ან შენარჩუნება აუცილებელია. ამიტომ გაითვალისწინე ეს სამი რჩევა, რომ ცხიმთან ერთად გუნდიც არ დაკარგო. ივარჯიშე კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც. შენი ორგანიზმის პრიორიტეტი გადარჩენაა და საერთოდ არ აინტერესებს რამხელა ბიცეპსი გექნება, თუ არ გქონია რომ ეს კუნთები ყოველდღიურ ცხოვრებაში მართლა გჭირდება. ამიტომ მიზეზს თუ არ მისცემ, კუნთების მოსამატებლად ან შესანარჩუნებლად ზედმეტს მოიშორებს და დატოვებს მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას. მიიღე საკმარისი ცილა ყოველდღე. რამდენიც არ უნდა ივარჯიშო, საკმარისი საშენი მასალა თუ არ გექნება, ორგანიზმი ჰაერიდან ახალ ქსოვილს ვერ შექმნის. ამიტომ ყოველდღიურად უნდა მიიღო დაახლოებით 2 გრამი ცილა 1 კილოგრამ სხეულის წონაზე. წონა დაიკლე ნელა. ყველას უნდა 2 კვირაში 10 კილოს დაკლება, მაგრამ ამდენი წონის დაკლება მოკლე დროში კუნთის დაკარგვის გარეშე შეუძლებელია. შიმშილის დიეტები მუშაობს მოკლე დროით, მაგრამ როცა მორჩები, ყველაფერს მაინც უკან მოიმატებ. იდეალური წონის კლების სიჩქარე არის სხეულის წონის 1% კვირაში, რაც ადამიანების უმეტესობისთვის გამოდის დაახლოებით 500 კალორიის დეფიციტი დღიურად. გაითვალისწინე ეს რჩევები და დიეტის ბოლოს წონის დაკლებასთან ერთად უკეთეს ტანჯი გექნება. წონის კლების გზამ კვლევისთვის დააკომენტარე სიტყვა დიეტა და გამოგიგზავნე.